2020 წლის 9 ნოემბერს ავტომობილმა ორი ძაღლი გაიტანა. ერთი წლით ადრე დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოვხეთში ჰასკის ჯიშის ძაღლი მავთულით ჩამოკიდეს და ყბის ძულები ხელკეტით ჩაუმსხვრიეს. იმავე წელს 3 წლის მეტი სასტიკად მოეპყრნენ, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა. 2018 წელს მარტო თბილისში ძაღლების წამების 7 ფაქტი დაფიქსირდა, რომელთაგან 3 ფატალურად დასრულდა. ეს იმ შემთხვევების არასრული ჩამონათვალია, რაც ცხოველის სასტიკად მოპყრობისათვის 259 მუხლით გამოძიებას გულისხმობს, ხოლო დამნაშავე კანონის თანახმად ჯარიმით ან 1 წლამდე ვადით გამოსასწორებელი სამუშაოთი უნდა ისჯებოდეს, თუმცა ფაქტია, რომ ბოლომდე არც ერთი გამოძიება არ მისულა. ცხოველთა პოლიციის თემის კანონპროექტი მზად არის და ჩვენ მას როგორც კი პარლამენტი შეიკრიბება ამ კანონპროექტს წარვუდგენთ. მე პირადად დავაპატენტე თავშესაფრების ეგრეთ წოდებული მართვისა და შექმნის პროექტი, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს ადამიანებმა სახელმწიფოსთან, ანუ მთავრობასთან ინტეგრაციაში და ამისთვის ჩვენ შეიძლება გადავიხადოთ მხოლოდ და მხოლოდ თვეში 20 თეთრი. ძალიან ბევრ რაღაცაზე უკვე ხდება ძალადობაზე, ასე ვთქვათ, რეაგირება, მაგრამ მხოლოდ რეაგირება აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, რომელიც არასოდეს არ მიდის ლოგიკურ დასასრულამდე და დამნაშავე რაიმე ფორმით იქნება ეს ადმინისტრაციული სამართლებრივი თუ როგორც იქნება კანონით განსაზღვრული, არ ხდება. აი ამიტომ უნდა იყოს პოლიცია, რომელიც ასეთ საქმეებს ბოლომდე მიიყვანს სწრაფად და ეფექტურად. გერმანული ნაგაზი, რომელიც ახლა მარინას ეზოშია მიკედლებული, თავის დროზე პატრონმა კანის პრობლემების გამო სახლიდან გამოაგდო. როგორც მარინა ამბობს, ასეთ შემთხვევებს კანონი რომ არეგულირებდეს და პატრონს თავისი ვალდებულება რომ შეესრულებინა, ბარსი დღეს ამ მდგომარეობაში არ აღმოჩნდებოდა. ჩვენ გვაქვს პრობლემა, როგორც საკანონმდებლო ბაზაში, ჩვენ გვაქვს პრობლემა აღსრულებაში, ჩვენ გვაქვს პრობლემა იგივე საგამოძიებო სისტემებში, ვინაიდან პრაქტიკულად გამოძიება და მოკვლევა არ ხდება, ჩვენ გვაქვს პრობლემა პროკურატურაში, იმიტომ რომ შესაბამისად არ ხდება პროკურატურის მიერ დამნაშავისადმი მაქსიმალური ზომების გამოყენება მაქსიმალური ბრჭყალებში, იმიტომ რომ ეს სასაცილო ზომებია და ჩვენ გვაქვს პრობლემა სასამართლოშიც. სისხლის სამართლის კოდექსში არსებული 259 მუხლი კვლავ უმოქმედოდ რჩება. ამის ნათელი მაგალითი ტასოს 4ფეხა მეგობარია, რომელსაც მანქანამ ახმეტელის მეტროსთან ორჯერ გადაუარა და მომაკვდავი ძაღლი ადგილზე დატოვა. ცხოველს ხერხემლის მალა და თავის ძლიერი დაზიანება ჰქონდა. ცხოველის გადარჩენის შანსი კი მხოლოდ 1% იყო. საშინელ დღეში იყო, ან კრონჩხებში იყო და უგონოდ აგონიაში. იმდენად ცუდად იყო, რომ ევთანაზიასაც ვაპირებდით, იმიტომ რომ ძალიან წვალობდა. 250 ლარით კი დაისაჯა მძღოლი, დაისაჯა ბრჭყალებში, იმიტომ რომ არაფერი არ არის ეს ფული იმასთან შედარებით, რაც ძაღლს დამართა და იმის ბრალი არის ეს, რომ ეს მცირე ჯარიმით გამოძვრა, რომ არ გვაქვს კანონი, რომელიც აღსრულდება. გვაქვს რაღაც პატარა 259 მუხლი, სადაც არანაირად არ არის გათვლილი ჯარიმის რაოდენობა, სიმძიმე, რის მერე უნდა დაეწეროს, თქვათ, ჯარიმა, რის მერე უნდა ჩაჯდეს ციხეში და ხდება ის, რაც ხდება მერე ჩვენ ქვეყანაში. არავინ არასოდეს, აი ისტორიაში არ არსებობს ეგეთი ფაქტი, რომ საქართველოში 259 მუხლით ვინმე დასჯილიყოს პატიმრობით. ლილუ რეალურად არის დაჩაგრული ძაღლი, რომელსაც ჩაგრავდნენ მეზობლები. ლილუსნაირად კიდევ ძალიან ბევრი ძაღლია ქუჩაში. მართალია ახლა ლილუს მე ვყავარ, მაგრამ სხვა ადამიანი ისევ განაგრძობს სხვა ქუჩის ძაღლის დაჩაგვრას. არაერთი ფაქტი გვაქვს ძაღლების დაჩაგვრის, მკვლელობის, სასტიკი მოპყრობის მაგალითები და არც ერთი შემთხვევა არ არის, როდესაც ვინმე დაისაჯა. კიდე ის არის პრობლემა, რომ არა გვაქვს თავშესაფარი, რომელიც თქვათ ესე ძაღლებს წაიყვანს და უმკურნალებს და რაღაც
გამოჯამთელებამდე მაინც მეყოლებათ. არის ცხოველთა მონიტორინგის აგენტო ერთი, რომელსაც მარტო ევალება კასტრაცია და სტერილიზაცია და 2 დღეში ძაღლი გადის ისევ ქუჩაში და ესეც რა თქმა უნდა პრობლემა იქნება. მე რო არ გვაქვს არც კანონი, არც თავშესაფარი, ისევ რიგითი ცხოველთა მოყვარულების კისერზე გადადის ესა და ჩვენ ადამიანები, რიგითი ადამიანები ვალდებულები ვხდებით უკვე რომ ქუჩაში ძაღლი რო გდია მომაკვდავი, ავდგეთ და წავიყვანოთ სახლში. ერთხელ მაინც თუ დაისჯება დამნაშავე, ვფიქრობ, რომ შემდეგ უკვე ადამიანები დაფიქრდებიან და უკან დაიხევენ. ცხოველთა დაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს თავშესაფართა არასაკმარისი რაოდენობაც ემატება. მათი დამცველები საკუთარი სახსრებით ძაღლებისთვის სახლების აშენებას გეგმავენ, რათა ისინი დაიცვან, ცივი ზამთარი გადააგორონ, რომ სიცივისაგან ქუჩებში არ გაიყინო.